შუა დღეებში ვიდობის მარტო ვარ სახლში ისევ გამოპრუტუნებული და გამოთაყვანებული, მაგრამ ფეხზე ვდგომი, ჯდომი არის, კაი ხო. რაღაცა საოცრება გავაკეთე, რადგან საწოლიც არ ამილაგებია ხალხო, ზარმაცობ და არა უშავ, მაგას ყურადღება არ მიაქციოთ. პირველის 15 წუთია და ქალი ჯერ არ ამდგარა ფეხზე. არა უშავ, მე დავდგები. ხო საწოლიც არ ამილაგებია. ერთი რა ხადახარ ხო შეიძლება კაცო. ხო ძალიან სისულელე გავაკეთე, გახსოვთ რა ხელა რაღაცა მქონა მოქსოვილი და დავარღვიე. და რატო დავარღვიე, იცი, მე ხამუშებოდა რომ ძალიან იმასთან შედარებით როგორიც მინდოდა სადღაც 1-20 სანტიმეტრით, კი, დაახლოებით 15-20 სანტიმეტრით იყო გრძელი. ამიტომ დავარღვიე. ვიცოდი რომ ვერ მოვისვენებდი და ავიღე ის ზომა რომელიც მე მაწყობდა და დავიწყე ახლიდან. მეტი რა საქმე მაქვს დღეს, აყლა დავდგები და გავაკეთე. ვიარე რას შევჭამო, მეთქი ვერაფერი ვერ შევჭამე და კარტოფილი შევწვი ცოტა. შევწვარი არ უნდა მეჭამა წესით, მაგრამ შემომეჭამა. ნახეთ რა დავკრიფე. პეჭეჭინდა. ნახეთ. ერთი ბეწო. ის არის ღობის ვარდია, ზოგადად მაგას არ ვკრიფავ ხოლმე საქოთნეთ. იმიტომ რომ ხომ ხელა ღეროები აქვს, მაგრამ ის პატარა ის და გამახსენდა რომ ქონა მაგაში მალაკოს ხსნი ხოლმე, ანუ მალაკოს რო გავხსნი ხოლმე უბრალოდ დარჩება იმ ქილიდან ვიღებ და მაცივაში მაგით ვდგავ ხოლმე. ადემანან ადგაჯარი ესეთი საყვარლობა პატატინა თაიგული გამოვიდა. პატარა იმაში. სუნიც აქვს ხოთა შორის. ესე დავთქი. პატატინა. ივანიც მასწავლებელთან წავიდა. ვუყურებ ფილმს. ძინარე, ასე ქვია. თურქული ფილმია და 1-2 დღეა რაც გახმოვანდა, ანუ ახალი ფილმია. ის მსახიობები თამაშობენ, რომლებიც მიყვარს რა და რა ვიცი, დავიწყე ყურება. ამიტომ თავს გამოვუწერე ის, რომ წადი მანანა დაჯიქი უყურე. როცა მორჩევი, მე გავაკეთე საქმე. ნუ თუ არ გავაკეთებ არა უშავ. წადი ხაქიდან. შა. მიდი. ეხა სად მივდივარ? მოიცადე შევაგდო. ეხა ყურე რა ბუეტია. წადი იქით. წადი. საიდან გამოდის არ ვიცი და მელოდებია რომ კარი გაუღო და შევიჩვა. აი ეს ქალბატონი კიდე აიქ რო ავიდა. ყოველ დღეა სულ მავიწყდება რომ კვერცხს რო დადებს ვნახო. და რატო? იმიტომ ადის რომ უეჭველი კვერცხი უნდა დადოს, ხო? ეხა გან. აი კვერცხი არ მხვდება. არც არაფერია ისეთი რომ თქვა რომ ის ჭამს. ან ჩემი კატები არ ეხები, აი შეხედეთ ზის. ეხა კი წამოვახტუნე, მაგრამ ხო და თუ შევამჩნიე რომ თვითონვე ჭამს, ხო იცი რაც მოუვა. აი. ხო, ბევრმა სიმჟავეზე დამიწერეთ, რომ სტაფილო კი არ შევჭამე ხალხ, ნუ კურდღელებით გავხდი, არა მშველის. საერთოდ. რამდენიმე დამიწერეთ, ომოპრაზოლია, კაი სამაგისოთ ექიმა მითხრაო. ხო და დღეს ძმარს ვწდი. თუ არ მიშველა ხვალ ომოპრაზოლს თუ რაც ხარი, მაგასა ვწდი. ეხა ვაშლზე ვარ ჩამოსული. ერთი არ ეყოფა ბავშვს. ერთი ორცალი ავიღოთ. ხო იცით კამერაში ბევრი ჩანს, ხა მართლაც მაგდენი არ ამიღია, კაი ხო. თან პატარებია. რამდენია ვიღე 6 ცალი. ორ კაი დიდ ვაშლის. ვაშლის ზომა. ერთ ნახევარ საათში ჩამოვალა, უნდა ვნახო ერთი არ დაუდიეთ კვერცხი. ანუ რაღაცას მინდა დავასწრო, რა
სავარაუდოდ თვითონ. მაგრამ თვითონ რო ჭამდეს, რაღაცა იქნება იქ, რამე დარჩენილი. ათ ჭურჭელი დამილეცხია ხალხნო. ესეთი სიზარმაცე დღეს არ იქნია, ჭამას მაძე ვარ გადასული, ოღონდ ლაითად ავჭამ რა. ეხლა მას გავრეცხ. დავჭრი, ავიტან მაღლა. და ისა. გავაგზავნე ყურებას, თან ქსო. იმედია არ ჩამოცვიდებით, ტაფაზე გაყინებთ. ეს უნდა გადავაგდო. აი ესე. ამინდია აი მოღრუბლული რაღაცა უაზრო. ეგეც ჩვენიღაც მოქმედებს, რომ არაფერი გავაკეთო. მაგრამ იცი რატო ვარ ესე? ვიცი რომ საჭველი მაქვს რა. აჯაფსანდარი მაგ გაკეთებული. ეხლა უნდა ჭამოს. ვისაც არ უნდა, აი კუხნა. აგემარანი. აი ზეთი აი მარილი. ოღონდაც არა. აი ეგრე. ეს რა დაიწყო? ეგენიც არა მინდა გერი გამშრალი ჭურჭელია და მოკლედ ის ფილმი რო დავთავდება. ეხლა დაიკუზი არ გინდა. ის ფილმი რო დავთავდება. ჭურჭელსაც მაშინ გავრეცხავ. საწოლსაც მაშინ ავალაგებ. ყველაფერს მაშინ გავაკეთებ. ეს არის პარასკევი, ხო? კი ბატონი. ადრე ვაშლი მშველოდა ხოლმე მაგამ ბავში. მაგრამ ეხლა ვაშლი კი არა ხალხო. ხერო იგივე ჭამო არაფერი არ გამოვა. ეხლა იონე მოვა წესით. და ჭამაში შემოგეშველება, თორე თავს მოვიკრა. აფტერის ჭამი. აი ვაშლი ზოგადად მე როგორ მეზარება ეს და დაიკუზე აიკუზე. ყველას გვიყვარს ოჯახში ვაშლი, ყველას. აჰა. და შეიძლება სახში გავაგზავნო. ყველაფერს ვასებტოვებ. ცოტა ხანში ჩამოვიდეთ და ვნახოთ ჩვენი ქათმის კვერცხი. ერთი დაუდია, სუთმით უნდა ვათრიო. აი ის ვარ. აი ეს დავკრიფი. ძალით მაცხონე დღეა. აი მიტო არის, უნდა გქონდეს ერთი ოთახი. სადაც საჭმელიც იქნება, სასმელიც იქნება, დასაძინებელიც იქნება, დასალაგებელიც ადვილი იქნება. ჩადიადი, მარტო ამ ჩადიადიში მიწყდება კისერი. აი ეს. აქ მაქვს კომპიუტერი. ჩავდა ხა და გავაგზავნე ყურებას. თან მოგსო, თან შევჭამ. ეს გათავდება მე რამეს მოვიმიზეზებ, რომ რამე ვჭამო კიდე. ოღონდისა, სულ უკეთ. გავაგრძელოთ. და ცოტა ხანში კვერცხის საძებნელად ჩავდით, ეს 15 წუთში. მოფუმატე მშვენივრად. წავედით. სუკერ შევიჭამია.
ქათამი უნდა ვნახო კვერცხი დადო თუ არა და რატო ყარაულობ. რა ვიცი, რომელი საათია? ნახე ვერ საათი რა უნდა კვერცხის დადებას. სამი შვილი ერთად გავაჩინე ნახევარ საათში. აი, აბძანებული. აი ეს ქალბატონი იყო, რომელსაც წესით კვერცხი უნდა დაედო, არა დადებდა, მაგრამ ჩვენ ახლა ვეძებთ ქურდს. რატო ახლა კვერცხი არის აქ? ესე იგი რაღაცა მომპარა გუში. კარგი შენ კიდე. კვერცხი არ არის. გებიცე ფოკუსნიკია ეს ქათამი? ათლა მაინტერესებს. იმიტომ რომ ჯდება კაკანებს კვერცხი არ არის. ბატია? დებილი ქათამია? აი პატარები დევორი ცალნა. ორი პატარა ქათამი. და ეს რა ცრუორსულობა აქ ამბედურ თუ რა ჭირს. განაჯიმა ჩემო ცხოვრება როგორ ახარ გოგო? როგორ ახარ დედას ლაბაზო? ჰა? ოიცა ჩემო სიცოცხლე, შენ უნდა მოგეფერო. შენ უნდა მოგეფერო, დედი. ვაიმე როგორ მიყვარს ეს ჩემი გიჟი გოგო. ვაიმე ჩემი ცხოვრება გოგოა ეს. დედას ლამაზი. აი მე ჩემი პატარა. რაც ესეცილო ხარ გოგო. აჰა, ესეც ეს. მაგრამ საჯანდაბაში ან ხვალე უნდა იქ და ესე დაველოდო, დავეყუდო და როდის ადგება კაკანით რომ ნახო კვერცხი სად არის? ფაქტია ჯდება. ის რაღაც ეთქოლება, კაცო ის დედალი იყო ეს დროს. ხა ესე უნდა შევყარო. აბა ეხა ცოტა იქით კარებისკე წადით რომ გაგიღოთ და მიგაბძანოთ. დროზე მიდგდი. კარები უნდა გაგიღოთ წყნარათა მშვიდათა. აბა მოგძანდით ქალებო. აი ეგრე. აი გამოუჩიჩქნეთ აქ, აგეიქ. და იქ რო ისა მატლები და რაღაცები არიან და იბეს ხო ჯანდაბა უნდა. მოდი აქა. ალუჩას ალბათ თლიანობაში 1-10 ცალიება. იმიტომ რომ აი რაღაცა ძლიერი ქარივით იყო რა. და ესა. არც ერთი არ ჩამოვარდნილა. კაიად ქარი რო არის, ამების დაკვა არ მიწევს. მაინცაც ცვივა. იგივე შემიძლია ფანჯრების დაწმენდაზე თქვა. წვიმა ბუდის ხო ყოველ საღამოს. ხო და რა აზრი აქვს? ეხლა ჩემ ბიჭს შევეხუტე. აი ეს გავრეცხე გუშინ. ამისის და ჩემი პატარა, ჩემი ცხოვრება. უი, ამან გუშინ ცი რა ქნა? გველი დაიჭირა და მოკლა. ნუ მართალი არ იყო. ის რა ქვია? შხამიანი ხა. ჯიჯილაკს რა ვიცი რას დაეძებ. გველი იყო. მაგრამ დაიჭირა, მოკლა. მერე გაიხედ გამოიხედა და იფიქრა რომ საჭმელი არაფერი არ არისო და ადგა და შეჭამა. აი ასე. ეს ნახეთ. დილით რო ტვინს წაიღებს ხოლმე. რაც შეეხება ამ ფილმს, ძალიან მომწონს. სადაც 1:50 წუთი დარჩა კიდე. ხო და აი, თლიანობაში მომწონს, კაი ფილმია. ძინარე, ასე ქვია, უყურეთ. აჰა. მე დაგემშვიდობებით, ხა თან გავაგზელებ ქსოვას და თან ვუყურებ. აბა რამდენი ხანი დარჩა? 25 წუთი. 35 წუთი. და მაგის მერე ავდგები მართლა ნამუსიც კაი საქონელია და ავალაგებ პირველი რა. საწოლს გავრეცხავ ჭურჭელს და გამოწმენდა მინდა ოთახების.
აბა დროებით ნახოთ საღამომდე როგორ ვიქნები. საღამომდე თუ გავქაჩავ ეს. კარგად. უი, სანამ დაგემშვიდობებით, რა მინდა გითხრათ. ეს დღეებია YouTube-ზე მეწერება, რომ ანუ პირის მოძრაობა და კადრები არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგის გამო ერთხელ გადმოვიწერე, სხვა პროგრამით ვამონტაჟებ, ანუ ვაწებებ კადრებს ერთმანეთს და ტელეფონში რომ ვამოწმებ, რა ხდება ხა გიგეთ თუ გადაახვევთ. მაგ შემთხვევაში YouTube აცელს რაღაცა ახალი დარღვევა თქვათ თუ მინუსი თქვათ თუ რაღაცა ახალია მოკლედ ეგ. აი მაგალითად მიყურებ 1 წუთზე და უცბად გადაახვიე 15 წუთზე, 10 წუთზე, ეგევი აცდება. ანუ ის ჩემბრალი არ არის, რომ ან მე შეცდომით ვდებ, ან რაღაცა. ეგ არის YouTube-ის ხარვეზი და ანუ თუ სადღაცას პირის მოძრაობა და ესა რა ქვია, ხმა აცილებული ერთმანეთს ჩემბრალი არ არის. იმედია მაგასაც გამოასწორებს YouTube. ეხა კარგად.